ეს არის სტრატეგიული გარიგება, ჭეშმარიტად თანასწორი და პარტნიორული პირობებით. საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტში ჩართულობის თანაბარი პირობებით, რაც მთავარია უკრაინა შეინარჩუნებს კონტროლს ყველა ბუნებრივ რესურსზე. ამერიკულ მხარეს შეიძლება განიხილოს ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუცია ამ ფონდისთვის. თავად უკრაინის კონტრიბუცია გულისხმობს საიჯარო თუ საჰონორარო ნაწილს. მანამდე უკრაინისთვის გამოყოფილი სესხები თუ დახმარებები ამ გარიგებაში არ ფიგურირებს. გარიგება ფარავს მხოლოდ ახალ კონტრიბუციებსა და ახალ დახმარებებს. ეს არის კარგი საერთაშორისო გარიგება ერთობლივ ინვესტიციებზე, რომლებიც უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. ამას გარდა ხელმოსაწერი იქნება კიდევ ორი ტექნიკური გარიგება, თავად ფონდის შექმნისა და ფინანსების თაობაზე. Today's agreement signals clearly to Russian leadership დღევანდელი შეთანხმება ნათელ სიგნალს აძლევს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია სამშვიდობო პროცესზე, რომლის ცენტრშიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა, გრძელვადიანი გაგებით. დროა ეს ბოროტი და უაზროუმი დასრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატებიც და უკრაინაც მოუთმენლად ელიან ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის ამოქმედებას უკრაინელი და ამერიკელი ხალხისთვის. ეს შეთანხმება საშუალებას მოგცემს განვახორციელოთ ინვესტიციები უკრაინაში, რათა ერთობლივად განვბლოკოთ უკრაინის მზარდი აქტივები, მობილიზება გავუკეთოთ ამერიკულ ტალანტს, კაპიტალსა და სტანდარტებს უკრაინის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის, რათა მის ეკონომიკურ აღდგენას ხელი შევუწყოთ. and accelerate Ukraine's economic recovery.